მე ვარ ალექსანდრე ვაშაყვანძე 8 წლის. ვსწავლობ მე-10 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ხატვა. უფრო მიყვარს ფეხბურთის თამაში. თითქმის 1 წელია ვთამაშობ ფეხბურთში. მყავს 2 მწვრთნელი, გოგა მასწავლებელი და ბაჩი მასწავლებელი. ორივე ძალიან კარგი და მხიარული მასწავლებელი. მე ვთამაშობ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციას. ადრე მინდოდა ხდება თამაში, მაგრამ ახლა ნახევარდაცვა მომწონს. მოედანს ჩემი მთავარი მოვალეობაა პასების განაწილება. უკვე მქონდა 30-მდე შეჯიბრება. ყველაზე კარგად მომახსოვრდა ბათუსთან თამაში. 5-3 მოვიგეთ, 1 გოლი გავიტანე და 2 ასისტი გავაკეთე. ზოგჯერ ვეხმარებით თავდასხმას და გამაქვს ბევრი გოლი. ჩემ კარიერაში გატანილი მაქვს მინიმუმ 200 გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ცენტრში დავიდო ჯარიმა და მე ვიყავი ბურთთან დავარტყდა ცხიანი შევაგდე. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება არის დრიბლინგი. განსასწორებელი მაქვს მარცხენა ფეხით დარტყმა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ხუჩა კვარაცხელია, საყვარელი გუნდია რეალ მადრიდი. ფეხბურთელობა გადავწყვიტე 5 წლის ასაკში. იქამდე მინდოდა გამოვსულიყავი მათემატიკოსი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომადგენია. დავიწყებ დინამო ბათუმში, გადავალ PSG-ში, შემდეგ გადავალ პორტოში და შემდეგ გადავალ რეალ მადრიდში. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვთამაშებდი 24 ნომრით. მე ვაპირებ 5 თამაშა 53 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ ვაპირებ რომ გავხდე მწვრთნელი. მე ვარ ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ძალიან კეთილი მასწავლებლები, არ მიყვირიან, პირიქით მარიგებენ და სამეგობრო კლასი ვარ. ჩემ კლასში ყველაზე ჭკვიანია სესილი კეჟერაც. ყველაზე მშვიდია სესილი მახარაც. ყველაზე ცელქია გაბრიელ ფეშელიაც. მე ვარ ყველაზე მხიარული და მეგობრო. ჩემი ერთ მეგობრობა არის, რომ მეგობარი გვერდით გიდგება და არ მოიწყენ და გეხმარება რაღაცაებში, მაგალითად დავალებებში, თამაშში. მე ახლა მყავს 100 მეგობარი, მინდა მყავდეს 200. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია სოფო მარკოვიცა, იმიტომ რომ ის ლამაზია, ჭკვიანი, არ ყვირის, გვარიგებს და უყვარვართ. ახლა მინდა რომ ვიყო 13 წლის, რადგან იქ უფრო დიდი კარიერა მექნებოდა ფეხბურთში. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა ჩემი, მამა ჩემი, მამიდა და ჩემი და. კიდე მინდა რომ მყავდეს 1 ძმა და 1 და. ჩემი და არის 9 წლის და ქვია ლილე. ის არის ლამაზი, დამჯერი, ჭკვიანი, მომთმენი და მოყვარული. ჩემი აზრით ლილე რო გაიზრდება, გამოვა ცეკვის მასწავლებელი. მე მიყვარს მზრუნველი, სიმპათიური, უშიშარი, დამცველი. დედიკო არის ლამაზი, მხიარული, მომთმენი, სიყვარულია. მამინდა არის ლამაზი, მხიარული, მოთამაშე და უყვარს წინ. მე მეთამაშე ხანდახან ხერხს. ძალიან არ მიყვარს დედიკოს შემწვარი კარტოფილი. ჩემი ცოლი აკეთებს ყველაზე გემრიელ საჭმელს, კიტრი პამიდორს. შეყვარებული არ მყავს, მაგრამ მე რო გოგოს მოვწონდი ბაღში. მე რო გოგო მომწონდეს, უნდა იყოს მაღალი, ქერათმიანი და გრძელით მომდოქოთ. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 25 წლის. შვილებს დავარქმევ ანდრიას, გიოს, ანასტასიას და მეგს. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლე. როგორ ვისწავლე? მეგობარმა ჯერ დახატა და მეც დავინტერესდი ხატვით და დავხატე ნახატი. ჩემი პირველი ნახატი იყო მთა. ეს ნახატი დავხატე საღებავებით და ძალიან ლამაზი გამოვიდა. ყველაზე ხშირად ვხატავ ხეებს, ხილს და მთაებს. ჩემი აზრით ყველაზე რთული არის ბევრი სახლი რო ერთად მოკრიბო და ხატო ერთ ადგილას. ყველაზე ადვილია ხეების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია შავი და არ მიყვარს წითელი. იმიტომ რომ წითელი ტანსაცმელი გოგოსია და მე არ ვიცი. ზოგიერთ ჩემ ნახატს ვაგროვებ. იმიტომ ვაგროვებ, რომ ვუყურებ ტყვევი და ვსიამოვნებს. ერთხელ სოფელში გავყიდე ჩემი ნახატი. ღირდა 2 ლარი და იღდა უცნობა. მე ფული როცა მაქვს ხარჯავ ტანსაცმელში და სკოლის ნივთებში. ზოგჯერ ოჯახისთვის ვყიდულობ პროდუქტ. მე ვქნები ძალიან კარგი მამა და ძალიან კარგი ქმარი. რადგან ოჯახი რომ მქონდეს, გავხდებოდი მასიზე მაგარი ფეხბურთელი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა.
ვისთან დავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში დავფრინდებოდი ჩემ ბიძაშვილი თორნიკე ვაშაყაძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ასაწყობი კომპიუტერი. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, კარგი მეგობრები და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.